ერთი რამ მინდა გავაჟღერო კიდე, ჩემო მსმენელო და მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო თემები მოდის ახლა ჩემს ყურამდე. მოკლედ, საინტერესო ის არის, რომ ადამიანები, რომლებიც საერთოდ ცხოვრებაში არ მიცნობენ და არ ვუნახივარ, ჩემზე ვიღაცებს უყვებიან ესეთ საკითხებს, რომ ჩემთან ურთიერთობა არის საშიში და რომ ჩემთან ურთიერთობას უნდა ერიდოს ადამიანი და რო კითხავ, რომ რატო და რისთვის, აი მის ვიდეოებს ვუყურე და მერე აზრი გამოიტანეს თურმე რომ მას ჩემთან ურთიერთობა საშიშია. მეგობრებო, ეს არის ყველაზე დიდი აღიარება, რაც კი ადამიანს შეიძლება მიიღოს ამ ცხოვრებაში, იმიტომ რომ როდესაც ადამიანის ეშინოდათ, ესე იგი ეშინიათ ღმერთის, ეშინიათ ბოროტის, სატანის, ეშინიათ მკვლელის და ეშინიათ ქრისტესი. ანუ საკითხი იმაშია, რომ როდესაც ადამიანები შენზე მიუხედავად იმისა, რომ არ გიცნობენ ცხოვრებაში, არ გაუცნი ხართ, ერთი-ორი სიტყვა არ აქვს შენთან გაცვლილი, უკვე სხვებს არ იგებენ, რომ ეს ადამიანი არის საშიში და ამას უფრთხილდით, ესე იგი წარმოიდგინეთ, რომ ადამიანს წინასწარვე აქვს ეს შეგრძნება, რომ ამ ადამიანთან გაკარება არის საშიში და თავისი სარკეა. ხვდებით? ანუ შორიდანვე ხარ იმ ადამიანის სარკე, რომელსაც თავის ეშინია და არა მხოლოდ თავის ეშინია, არამედ სხვასაც არ იგებს და მასზე გადააქვს თავისი პროვოცირება, პროექცია გადააქვს, რომ ის ადამიანი მე თუ შემხვდა, ესე იგი საშიში ვარ და რაღაცა მოხდება, სასწაული, მოკლედ იმას ვიზავ რა. ავტომატს დავადებ თავზე და გავუხეთქავ თავს. ხვდებით? საშიში ვარ. ყველაზე დიდი აღიარება არის ეს, მეგობრებო, როდესაც შენზე საუბრობენ ესეთ რაღაცეებს რა, რომ ის ადამიანი არის საშიში. ესე იგი, ვერაფერს ვერ უშვები, ვერ აქრობ, ვერ ამარცხებ, მაგრამ საშიშია. ხვდები? ასე ამბობდნენ გურჯიევზე სხვათა შორის, რომ საშიშია და სტალინმა და ჰიტლერმა ამოისუნთქეს ბოლოს და ბოლოს გურჯიევი რომ გაიყვანეს ამ სამყაროდან, ახლა აწი არავისი არ შეგვეშინდებაო. არაფერს არ უშავებდა, აბსოლუტურად თავისთვის იყო ტიპი ამხელდა თავიდან ბოლომდე ყველას და ეშინოდათ. ეხლა ნახეთ, საშიში კიდე ვისთვის ვარ? საშიში ვარ იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი შვილი მონათლა, ესე იგი ერის მამად წოდებულმა, ეგრეთ წოდებულმა ილია მეორემ, რომელიც არის ქვეყნის დამაგზავნებელი, იმისთვისაც საშიში ვარ, იმიტომ რომ შეეშინდა ჩემთან შეხვედრის. საშიში ვარ რამე თუ ბეთანის ეკლესიაში, სადაც 6 საათიდან იკეტება ეკლესია და იქ შესვლა აკრძალულია, მხოლოდ და მხოლოდ შეუძლიათ უშიშროების პირებს შევიდნენ იქ და ღმერთმა იცის ვის კიდე. ერთადერთი ფრესკა, სადაც თამარ მეფეს ხალები ქონდა ყელზე, სახეზე, ისინი გადაფარეს. ეს არის კიდევ ყველაზე დიდი აღიარება იმისა, რომ მართლა შეეშინდათ და მართლა გულის კანკალი გაუდით და მუხლების კანკალი გაუდით ჩემი სიტყვის გაგონებაზე. არ დააყოვნეს, მეგობრებო, 1 წელიც არ გასულა, როგორც კი გავაჟღერე ის საკითხი, რომ თამარ მეფეს ბეთანიის ეკლესიაზე ის ხალები აქვს, რომელი ხალებიც მე მაქვს, ეგრევე გადაუშალეს. ანუ მაგას რა თქმა უნდა, ახლა ექსპერტიზა 2 წუთში დაამტკიცებს იმას, რომ იმ საღებას რო ააცლის, ის რომ გადაფარულია. თუ კი 3 წლის წინ მე და ჩემი მეუღლე ვიყავით და ვნახეთ, რომ ის ხალები მართლაც იქ იყო, 1 წელიც არ გასულა, რამდენიმე თვის წინ რო ვიყავი, ის ხალები იქ აღარ იყო და კატეგორიულად აკრძალული არის იქ სურათის გადაღება. მაგაზე დიდი აღიარება არ არსებობს მსოფლიოში, რომ გაღიარონ შენ სიტყვაზე, არც უნახი ხართ, ისე შეასრულეს საქმე, ისე მაგას რა ქვია, ოპერატიულად შეასრულეს საქმე, მაგაც ჭკუაში ოპერატიულად და გადაფარეს ის ხალები, ოღონდაც არ გაიგოს ხალხმა, რომ თამარ მეფეს ხალები ქონდა. ეხლა ამათ რა გონიათ, რომ ღმერთს ეთამაშებიან და ღმერთს დაბრმავებენ და ღმერთს გადაუშლიან თავის გეგმას? ამათ რომ ყველაზე მეტად ეშინიათ თამარ მეფის გამოჩენა და ამათ რომ ყველაზე მეტად ეშინიათ იმ ქალის გამოჩენა, რომელი ქალიც ამ ხელს ამათ და აი სწორედ ამაზე მოქმედებს და ამაზე მიუთითებს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ქვეშ შეპარულად, ქვეშ-ქვეშურად, ესე იგი საპატრიარქოს შნირები და ნაყიდი ხალხია,
აი ეს ვითომ გურუები და ვითომ განდობილები და ასე შემდეგ, აღარ დავასახელებ სახელს, არც არის მაგათი სახელი ხსენებადი და ხსენების ღირსი. აი ეს ხალხი ჩემზე ჩუმჩუმელად, ვისაც ჩემთან საუბარი სურს, აწვეთებს ხალხს, რომ მე თურმე საშიში ვარ. ხო და მეგობრებო, ეშინიათ იმის, ვინც მართალია. ვინც მართალი არ არის, იმის არ ეშინიათ, იმას იშორებენ თავიდან, გესმის? ვინც მართალი არ არის, იმას ან კლავენ, ან ზაგიჟეთში ათავსებენ, ან კიდე, იცით რას შვებიან? იჭერენ. ან ისყიდიან. ასე რომ მეგობრებო, ფრთხილად იყავით, ყველას თქვენ ჭკუა გაქვთ, თუ ჩემი გაცნობა გსურთ, აგერ გითხარით, რომ ჩემი კარი ღიაა და აგერ კიდევ ერთი აგენტი შემოსეირნდა ჩემს ბაღში, მაგრამ როგორც გითხარით, როდესაც სტუმარი მოდის, ვაჟაბშაველას ნაწარმოების მიხედვით, სტუმარი ღვთისაა და უნდა მიიღო. ილიას კი ნუ მიბაძავთ იქ, რომ არ მიიღო და კარებთან ალოდინა ის ქალი, რომელიც არის მისი ნათრულის დედა. არამედ მომბაძეთ მე, იმიტომ რომ მიიღეთ, აგენტებიც მიიღეთ ისე კეთილშობილურად, როგორც ღმერთმა დაგვიბარა. რომ როდესაც მოვალ გამიმასპინძლდიო და როდესაც სტუმარი სახლში შემოდის, ის არის ღვთის გზავნილი. მას უნდა მოექცე, რაც არ უნდა მკვლელი და ავაზაკი იყო, ისე როგორც ღმერთმა დაგიბარა. და თუ სახლში არ შემოუშვებ სტუმარს, მაშინ შენ არ ხარ ქრისტიანი. აი როგორც ილია მეორემ გააკეთა. და პირდაპირ თავის მასკა ჩამოიგლიჯა ჩემს წინაშე, ვინც არის გამოაცხადა თავისი თავი. გამიცხადა ღმერთმა და საქმე იმაშია, რომ აი ამ ილია მეორეს საპატრიარქოს და პარლამენტს და უშიშროება საერთოდ ის ხალხი, ვინც ახლა დააყენა და ზოგს წიგნი გამოაშვებინა კავკასიურ იოგაზე თუ რაღაც ქართულ ამბანზე, რომელიც საერთოდ ამათი აზრზე არ არიან ამ ყველაფრის, უშიშროების მიერ ჩადებული, ესე იგი ინფორმაციები პირდაპირ აისრუტეს და თავის სახელზე გაყიდეს. ხვდებით? აღარ ვიტყვი ხა სახელებს აღარ დავასახელებ, ვინ არიან ესენი. მაგრამ ძალიან ბევრი ჩუმჩუმელა მელია არის, რომელიც და გველი არის კიდე, თავის გვარში არის კიდე ესენი შეფარულად. აი ეს ორი სახელი, მელიაც და გველიც და აი ეს ადამიანები აწვეთებენ შხამებს იმ კაცობრიობას, რომელსაც აინტერესებს თამარის გაცნობა. გესმით? ასე რომ მე თქვენ მოგიწოდებთ, თქვენ თუ ხართ ბანძები და ბელენჩვერები, კი ბატონო დაიჯერებთ მათ სიტყვას და შეგეშინდებათ ჩემი, მაგრამ ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტებას ეძებს, ჯერ მოусმენს იმ ადამიანს, მერე თუ მაინც ეჭვი ეპარება, გაიცნობს და მერე კიდევ თუ ეჭვი შეეპარება, მერე გადაწყვიტავს, მინდა თუ არა ამ ადამიანთან ურთიერთობა. არის თუ არა ეს ადამიანი საშიში, თვითონ გამოიტანს განაჩენს და სხვის განაჩენზე არ ივლის. თუ ადამიანი სხვის განაჩენზე ივლის, რომელი ადამიანებიც მელიები, მტაცებლები, ცხოველები დააყენეს ახლა დღეს და ვითომ და გურუები არიან და გამკურნალები არიან და ესენი არიან და ისინი არიან, რაღაც გასხივოსნებულები არიან ვითომ. და ფულს აკეთებენ და ადამიანებს აბსოლუტურად ბოლოკაპიქს აჰიპნოზებენ და ისიართმევენ. აი ეს ადამიანები, მეგობრებო, არიან ილია მეორეზე საშიშები, რო იცოდეთ რა. ილია მეორე თავისთვის იქ მაინც ზის და პამპერსებს უცვლიან, მაგრამ აი ეს ადამიანები აქტიურად არიან ქართველის წინააღმდეგ გადაკიდებაში. ხვდებით? ამიტომ ქართველს გადაკიდებენ ქართველს, ეს სომხები, ებრაელები, არაბები და ციგანი სისხლის წარმომადგენლები, რომელსაც აქვთ ქართული გვარები, მაგრამ ვაი რომ შენი სახე და შენი გამომეტყველება გამხელს ვინც ხარ, მონღოლებიც სხვათა შორის, მონღოლური სისხლი, ვისაც აქვს პირდაპირ თვალებზე ეტყობა. ხო და მეგობრებო, რა ვიცი, აბა მე მგონია რომ ყველა ადამიანს თვითონ კონდეს იმის ტრაკი და იმის გონება, რომ თვითონ გამოიტანოს განაჩენი, როგორია ესა თუ ის ადამიანი. ხვდებით? ანუ ადამიანი, რომელსაც ადამიანი არ უნახავს და იმაზე უკვე ამბობს, რომ საშიშიაო, ესე იგი ვიღაცა მნიშვნელოვანი პირია ის, რო იცოდეთ რა.
ხო და ასე საუბრობენ ჩემზე და ძალიან მნიშვნელოვანი პირი ვარ, რომ იცოდეთ რა. მარტო იქიდან გამომდინარე, რომ აი ამ საკითხებს მე რასაც შევესწარი, პირდაპირ ხედავ, რომ ესე იგი ტრაკიდან გაზდით ტრაწი ისე ეშინიათ რა. აი ესეთები ტრაწიანი წარმომადგენლების საზოგადოებაში ვარ და თან ვერაფერს ვერ მიშვებიან, ხვდებით? ანუ რა გერმანიიდან ჩამოიყვანეს ჯადოქარი. გერმანიიდან ჩამოიყვანეს ჯადოქარი და პირდაპირ სახლში მომიგზავნეს, რომელსაც თავის პირით მითხრა, რომ მონადირე ვარო. ანუ მონადირე ეხლა ის ცხოველებზე მონადირე კი არა, ესეთ ხალხზე მონადირე, ვისაც დაავალებ და გადაუხდი და იმას გააკეთებ, რაცაც დაგავალებენ, ხვდები და შანსი არ არის, რომ ადამიანმა ჩემს გვერდით რატო ეშინია ხალხს დადგომა, იცით? ჩემს გვერდით ვერც ერთ საიდუმლოს ვერ შეინახავ, იმიტომ რომ გაჰაკული ხარ პირდაპირ. დაგაფქვევინებ სიმართლეებს. და იცი როგორ მეტყვი? როგორც საუკეთესო მეგობარს ისე მომიყვები. და შენი თავის გაგიკვირდება, როგორ წამომცდა. კი არ წამოგცდა, ღმერთმა გაგწმინდა, როდესაც ჩემს გვერდზე დგახარ. ღმერთი განგწმინდავს იმ შენი სიბნელეებიდან. ხო და აი ესეთი რომ გითხარით შემოისწერინა მეთქი ჩვენს ეზოკარში ერთ-ერთმა გერმანელმა ჯადოქარმა. აი ესე მოხდა რომ სამწუხაროდ ისე წავიდა რომ უпроსტოდ საბედნიეროდ ისე წავიდა რომ ის სამსახური ვერ შეასრულა რაც დავალებული ქონდა და თანაც განკურნებული წავიდა. ასე რომ მეგობრებო, ნუ შეგეშინდებათ განკურნების, ვისაც განკურნების ეშინია, ის მართლა ჯოჯოხეთის მაშხალაა და შორს ჩემგან. თუი. ასე რომ გაკოცეთ და რა ვიცი, ყველას ხოლაზარე ქათამი უნდა ქათმობდეს, კი? მაგათი დანიშნულება ეგ არის, რომ ქათამი ქათამად უნდა იყოს და უნდა კაკანებდეს. ლალი, კი, ბევრი გონს მოსული, ხედავს რა არის სიმართლე და რა ტყუილი და ვიცი რომ შენ ჩემი არ გეშინია, ამიტომაც მისმენ. მე კი არ მისმენ, იმას ისმენ, რაც ღვთის ხმა არის და აჰა, მოინდომეს ამ ხმის დაბლოკვა, მაგრამ იცოდეთ რა, რომ როდესაც ჩემს ვიდეოებს ბლოკავენ ხოლმე, ანუ როცა არ აძლევენ გასაქანს, რომ ბევრ ხალხთან მივიდეს, მაშინ ვგრძნობ ხოლმე რა. მაშინ ვგრძნობ, რომ ის ვიდეო არ აწყობთ, ის თემა არ აწყობთ, რომ ხალხში გავიდეს და ამიტომ როდესაც აქვს რამდენიმე ათეული გაზიარება, იმას მარტო 2000 ნახვა რო აქვს, ეგრევე ვიცი რომ ის უკვე დაბლოკილია რომელიღაცა სამსახურების მიერ. და გარდა ამისა კიდე საინტერესო პარაობა მიმდინარეობს, მეგობრებო, უშიშროება ისმენს აბსოლუტურად ყველა აპარატს და სადაც კი დაინახავს რომ ქართული ანბანის შესახებ მიმდინარეობს ესე იგი დისკუსია, აი ამ დისკუსიას პირდაპირ იღებს და აწვდის ისეთ ადამიანებს, როგორიც არის მაგალითად თამარ ასანიშვილი. როგორიც არის მაგალითად კიდევ ის ადამიანი, ვინც გამოსცემს იმ წიგნს, რომელიც ქართულ ანბანზეა. და ვინც არ გამოსცემს ამ წიგნს, ხო? იმის ნაზრებია, რომ იცოდეთ. ამიტომ არის ესეთი რამე, რომ ადამიანები, რომლებიც თავის თავს არ ქმევენ, რომ აი ეს ინფორმაცია მე გამოვიძიე, ისინი სულიწმინდას პარავენ. იმიტომ რომ ყველა ინფორმაცია, რომელიც მოგეცემა და მოდის, არის სულიწმინდის. და ასე თუ ის ადამიანები, რომლებიც ფულს გამოიმუშავებენ აქედან, რომ წიგნი გაყიდონ და თვითონ ჩაიჯიბონ, ის არის იცოდეთ, რომ სულიწმინდის მიერ, ანუ სულიწმინდა აქვს მოპარული, ანუ სულიწმინდა ყავს გაძარცული იმ ადამიანს. ხვდებით? სულ სხვა საკითხია, როდესაც ენოქის წიგნი ითარგმნება და შემდეგ შენ თარგმანს აძლევს სხვა ადამიანს და ის სხვა ადამიანი გამოსცემს წიგნს და იმიდან ფულს გამოიმუშავებს. ეს სულ სხვა თემა არის, იმიტომ რომ ენოქის წიგნი არც თქვათ, ესე რომ თქვათ, სულიწმინდის მიერ ნაკარნახები არ არის, იმიტომ რომ ენოქის წიგნი დაწერილი არის ანგელოზების მიერ ნაკარნახები ენოქზე.
ამიტომ ანგელოზების მიერ ნაკარნახევი ენოქზე სულიწმინდეს მპარაობაში არ ითვლება, ამიტომ ის ადამიანი თუ ფულს გამოიმუშავებს იმ წიგნით, რომელ წიგზეც ენოქი საუბრობს, რომელ წერილებზეც ენოქი საუბრობს, რომ ჩემ ხალხს მიუვადა ისინი გაიგებენ მხოლოდო, იმას მპარაობაში არ ეთვლება, მაგრამ აი იმ ადამიანებს, რომელსაც სულიწმინდის მიერ მიეცემათ ხოლმე ადამიანებს, მე ესენი ერთმანეთს გაუზიარებენ სოციალურ სფეროში თუ ტელეფონით და შემდეგ ამას იპარავ და შენად ასაღებ, აი ეს უკვე ძალიან დიდი ცოდვა არის მეგობრებო და მაგათ სულიწმინდა მოულის და კიდევ მამა ზეციერი. ამინ. აბა თქვენიცით გაკოცეთ.